ბოლო 5 წელში ოცნებამ პრემიებში, სახელმწიფო დანამატებში, მივლინებებსა და кейფებში 2 მილიარდი ლარი დახარჯა. და ეს მაშინ, როცა მაგალითად სტიქიის აღმოფხვრაში ჩართული მეხანძრე მაშველის ხელფასი 1500 ლარამდეა. საკონტრაქტო ჯარის, რიგითი ჯარისკაცის ხელფასიც 1500 ლარამდეა. ხოლო სავალდებულო ჯარის წვეომდელის ხელფასი 90 ლარამდეა. ანუ მარტო აი ამათი პრემიები არის 1600 ჯერ მეტი, ვიდრე ჯარისკაცისა და მეხანძრე მაშველის 5 წლიანი ჯამური ანაზღაურება. მაგალითად, ესპანეთში მეხანძრე მაშველის ხელფასი 3000 ევრომდეა. ჩეხეთში ჯარისკაცის ხელფასი 2600 ევრომდე. ხოლო ლიეტუვაში სავალდებულო ჯარში, სადაც ნამდვილად ჯარს გადიან და არ დგანან დაცვად, მათი ხელფასი 600 ევრომდეა. თუ საქართველოში დეპუტატის ხელფასი მეხანძრე მაშველის ხელფასი 5.5 ჯერ მეტია, ამ დროს ესპანეთში დეპუტატისა და მეხანძრე მაშველის ხელფასი ერთნაირია. ახლა კი მოგიყვებით, თუ რამდენ საჭირო რამეში გამოდგებოდა ეს გაფლანგული და კორუფციული 2 მილიარდი. ეს 2 მილიარდი სწორედ რომ დახარჯულიყო, მაგალითად ერთდროულად მოგვივიდოდა 200 თოვლისგან გამწმენდი ტრაქტორი, 2 თანამედროვე სამაშველო ვერტმფრენი და გარდა ამისა, 2 წლის განმავლობაში მეხანძრე მაშველების ხელფასი გაორმაგდებოდა. ამ გადაუდებელი საჭიროებების გარდა გვჭირდება კიდევ 1.6 მილიარდი, რაც 10-მდე ახალ მეტროსადგურს, მაგალითად მეტროს რუსთავამდე გაყვანას, ან თუნდაც ვაზისუბნის დაუსრულებელი მეტროსადგურის დასრულებას ეყოფა. ასევე 200-მდე ავარიული სახლის რეაბილიტაციას. ერთი ხაშურიზომა ქალაქში ან 10-მდე სოფელში წყალმომარაგების მოწესრიგებას, ან თუნდაც ერთი ახალი ხიდის მშენებლობას, მაგალითად კვარზე.